დიკლე მოგიყვანი ზონაში. შედი ეხა და დაიხატი აჭარული ხაჭაპური. ადრე მოვედით ქალბატონო. აუ წამოშიგნით დაველოდეთ, რა თორე გავიბლიკე. ვა, რასაკაიფოთ მოუწყვიათ. ოქრუაშვილი, შეხედეთ საძის სტატუსი ხატავს. რა თქვი? შეხედი ხო იმ ბიჭთან ზის. აუ ყოველ ცოტა ხდება უბედურება, რაცა ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ დროდროს იცი ხოლმე ატეხვა, რა გეტატუებოდა ნეტა რა. ვიქრა შუაშია საერთოდ. როიცოდე ახლა უკეთესად მოვლი ტატუს ვიდრე ზაფხულში. მზის მიკარება რო არ შეიძლება. როგორ მაინტერესებს რა სიხატავს ოქრუაშვილი? რამე აგრესიული იქნება სუჩხუბობს და. მაგნერი ბუნების ადამიანი რამე აგრესიულს დაიხატავდა სისხლიანს ალბათ. აუ უკაცრავად ის გოგონა როცა სიგრა სიხატავს ხო არიცით? აუ არა ვეკეთყვი. რატო ვერ მეტყოთ ახლა მისულიყო და ინახა. აი ესენი მიყოფილანაკ. უკაცრავად წეღა რომელიღაც ტატუარტის სჭირდებოდათ გველის ესკიზები. აგერა სამი გველი და გადაიხატეთ. ველოდით მსგავს კომენტარს. იმუნიტეტი გვაქვს შენზე უკვე. რა დაიხატი აბა? და მისი სხლიანი და აგრესიული ხო? არა, მშვიდობის ნიშანი, არა ომს, მაგრამ არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ მიმბაძველები ხართ და არც მე გეტყვი 100 წელი რას ვიხატავ. გოგოება, შემდეგი რომელი ხარ, თქვენი ხატავთ აჭარულ ხაჭაპურს? ტუალეტი რომელმა დატოვა ჩამორეცხავე. კანალიზაციის სუნით გასუცაცებისა ვერ გამოსხოვე და. მე მაგსაცივს არ შევჭამ. კანალიზაციის სუნიცგან თუ ვერ გაარჩიეთ. დედა რა დროს კანალიზაცია? ხალხო მოვიდა ახალი წელი რა გჭირთ? მოიტანე ეგენის სუფრაზე რა. ასაფეთქებლები როდეც უნდა ვისროლოთ? არანაირ ასაფეთქებელს არ ვისვრით. ცხოველები არიან გარეთ და ეშინიათ. თან შენ მეკვე უნდა იყო კაცო, გახვალ 12-ზე გარეთ და შემოყრი კამპეტებს სახლში. აუ მე მეზარება არ მინდა კამპეტების შემოყრა. თან მაშინ დელივით ისევ მეჩხუბები. რაზე გეჩხუბე მე რა ეგეც თქვი? სახლში შემოყარებელდი კამპეტები და გადაყარე შენ სადარბაზოში მოარიალა რა. წამოკრიფეს მე მეზობლებმა იძვირფასი ყარაყუმის კამპეტები. იმ გამქათმისალათაში ლობიოს მარცვლები რატო ყრია? რატო ყრია? ლობიანი ხო გავაკეთე. მომრჩა მე მოხარშული ლობიოს მარცვლები და ხო არ გადავყრედი კაცო. მოვაყარე ლამაზად სალატზე. აბა აწეზე ხაჭუქები ჰაერში. ბალანსული იყოს ეს ოჯახი ეს მიწაწყალი ჩემი სამშობლო ქართველი ხალხი. მრავალჟამე ხაროთ ამ მიწაწყალზე ქართველებს. მრავალჟამეა. აუ ბებუშენერი თაობა რომ მოდის წმუნდები რო არ გადავშენდებით. Cheers. გაგვიმარჯოს ყველას. აუ დირას ხიამჭიქაში. შინდისწვენია ეგ. არა ბიჭო ღვინოს დაგალევინებდი ახლა ამ სიგეთის დროს რა რომ მომეძამლო. სამაგიეროდ უკვე სრულწლოვანი შვილი დალევს დამოუკიდებლად ამაღამ. კინგა ხომ მომცემუფლებას. მეკვლე მოგვივიდა ალბათ. დედა ნაზიკო, ჩამოხვედი გოგო. აბა როგორ ახარ თამო როგორ არის ჩვენი თონე გოგო? ხო ამუშაობა. არი გოგო მარ არის, გავწყდი წელში. ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არის გირო დაგიდგება. მე მერისთვის ვარ გოგო, აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში. თან საახალ სტორიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის. ჩამოჯექი მან და მიდი. სანამ ამოვა ეს ცომი, ყავას მოვასწრებთ. სადმე მიდიხარ? რა ვიცი მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო. ნახილობაში ხო ვარ დაბადებული კლარა შვილიშვილის და კლარას გოგოს ორსულობის ამბავი ხო აქ გავიგეთ მაშინ საახალწლო პურის რიგში. შარშან. უი გოგო მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა. ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე? აი მე მაღაზია ვფიქრობდი თამო წუხელის და როვი ანგარიშე მოდი 8+1 გავაკეთოთ ჰა. თორე წავალთ ზარალზე ყოველ მეორე და მესამე პურზე თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს. ოჰ ლალი რა ვახარ ლალი სად დაიკარგე გოგო? ზდრასტი გოგოებო, რა ვიცი დავრბი ვარ საქმეებზე, თონეს ხსნით ხო იცით, ახალი წლების მერე, ხო აგერ გვერდზე გარაჟს აქირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო. თონეს ხსნით ესე იგი, ხო. წარმატებები ჩემო კარგო, აბა თქვენ იცით, კარგად. და სანამ გახსნა თორეს გაეყოლებინა ერთი-ორი პური ხო შეიძლებოდა. არა ერთი კრიჟანი რო იტყვიან რომ შევა უკან იღურებაო რა. ჩემებთანაც ჩავალ გურში, მარას ვიზავ. შეხედე კიდე ლალი მოდის. რა ხდება ლალი გოგო, რა შეწუხებული სახე გაქვს? გასაკლეჯათ მინდა ეს თხელაძეები რა. ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში, ქირავა უკვე კარგ ფასად დღეს ვიღაცამ დაგასწრო. დედა რას ამბობ გოგო? კაი შენ მაგაზე არ იჯავლო კაცო, ეგ არ იქნება, სხვა იქნება. კაი მიდი ლალი, მიდი.
სხვა მიქირავა კი. მე ვიქირავე, გოგო, ტონეების მაგნატმა. მკვდარი ჩიტი მოვიყვანე ესოდან. მე რა მკვდარი ჩიტიო, მარიკო, დაგეტოვებინა იქ, კაცო. საჭმელებს ვაკეთებ აქ მე საახალწლოდ. რა გინდა ინგა ჩიტის რძე არ მოაკლდება ჩვენს უფრას. რა უნდა უყო ხა მაგ ჩიტს? უნდა დავმარხო. დესაც დავასაფლაო. რა ვიცი ხა მიწა არა მაქვს სახლში და ვაყარე მიდის პარკეტი და დაასაფლავე შიგნით. შეხედე მართლა მიდი, გამოდი ხლა აქეთ. ვასო მითხრა რომ ტუალეტის ქაღალდში გაახვიე და ჩამოიყვანე ეზოში დავმარხოთ. აჰა, ეზოში უნდა ჩახვიდე ესე იგი კიდე. მიზეზი მოგეცა რა გინდა. ასად არ ჩახვალ ჯერ საჭმელი უნდა შეჭამო. დადეექ ჩიტი მანდ. ვახ, ნიტერით გარდაიცვალა ეს ჩიტი. საბარაუდოდ გულით, გალურჯებულია სახეზე. ძალიან გაიგე ახლა შენ რა გულით მოგდა თუ სიბერით ეგ. დაგატირებს ომარიკო. ჩიტი რომ მოგდა. მე როგორ ნერვებს მიშლის ახლა. წადა შენ ოთახში იტირე. მე დაასაფლავე ეგ საღამოს. ჩავდივარ მე ეზოში უნდა დავასაფლავოთ, ვაცოც მომეხმარება. სად არის ჩიტი აქ როიდო? მე რა ვიცი ომარიკო, სადაც დაასვენე, ცხედარი მანდ იქნება. მოძებნე კაცო. რა საჭუთ ჩუმად ხარ ბიბო? მოიცადით. ეხლა რის ჩახოხბილი ვჭამეთ ჩვენ? ჩემი ჩიტი ჩახოხბა. შენ და ხორცის გემო აქ. მე არ შეჭამოთ ეგ რა. კონიაკის მაგივრად შემწვარი კატლეტის ეთით დავნამე ეგ ტორტი. რა ქენი? იმინე საოცრება იქნება. იმედია ტოლმაში ქათმის სალატ არ შეახვიე. ინგე ტორტი აღარ გამოსწორ სოფელში გავბრუნდები დღესვე. სახლზე საჭმელს გემოქონდა. ინგა მადარცა 24 საათიანი მომსახურება 29 და 30 დეკემბერს. შეგვიძლია მაგათად მივიდეთ ფილიალში და ვიყიდოთ. ამაზე გემრიელს მეც რა შეჭამ. ხო, თუ თხარი რომ ხორცის გემოიანი ტორტი არ მოგცენ. მე ერთხელაც ხარ მეცა და ჩემით გამოცხობა, აღარ დავნამავ კატლეტის ეთით და ეგ იქნება. არ გამოაცხო თუ ოდნავ მაინც გიყვარ შენი ოჯახი და ზოგადად ადამიანის ორგანიზმი. არ გამოაცხო, თორე ტუალეტში ისე ვერაფერს ვიზავ ხოლმე. მოდი ერთხელაც ვცდი რა და თუ არ გამოვიდა მე ვიყიდოთ მადარტი. ინგა რა შვებია? რატო აღარ ეცხოვ რა მოხდა? არაფერი. კაი თქვი მიდი. გამოვაცხე, მაგრამ ბოლოს დოგვით დავკრე მე ტორტი. საახალწლო საყიდლებზე მოვედით, როგორ მიყვარს? დაიცადეთ ეხლა სიამაყ და გადავნაწილდეთ. და რები მიუწერია ყურეთ მზიაბებოს. გარციცა, სასისკი, მეიონეზი. ეს საახალწლო სალფეტკები ვიყიდოთ რა, შაშანაც არ იყიდე. რატო არ ვიყიდე მე ეგეც თქვი? შეხედე აგერ უბრალოდ სალფეტკი ლარი და 40 იღებს და კიდე 670. დიდი ამბავი ახლა ირმებიანი სალფეტკი თუ არ მოიწმინდე პირი რა. წავალ მეკით ვიყიდი კამფეტებს. ომარიკო გამომყევი ბედნიერებისკენ. ეს ლურჯი კამფეტები აღარ ვიყიდოთ რა. შაშა რო გული გვერეოდა ყველას, მაგრამ მაინც რო ჭამდით. დედას რო უნდა გადაყრა ფული მაგ გადახტილიო. ეგ კამფეტი იყიდა თვებიანი და კიდე შეხედე ორი კალი არაჟინის გამოჩხუბობს. ვახშინე. არაშანი ჩაარტყა თავში. სუგა გიჟდა ეს ხალხი. დედა მარტო სამი შეყრა კამფეტები აიღეთო, წამოსალაროსკენ. ინგა აქეთ მოდი. რა გიჭირობს ეს ხელში? არაჟანია. ერთი ცალი იყო დარჩენილი და რა იყო რა გაოცებული იყურები, ვერ გავიგე არაჟანი არ გინახია? ნახე რამდენი ხალხია სალაროსთან. გავაკეთე უკვე რაც მასწავლე. ხო, მიდი დაიწყო ყვებით რომ გული წაგივიდა და ეცია. ეს ხალხი რო გამოცვიდება სალაროდან, მე შევარდები უცბად წინ და გავატარებ პროდუქტებს რომ მალე წავიდეთ რა. მე თური იბიხდება. მე ბავშვს გული წაუვიდა. დედა საწყალი დაეხმარეთ რა. ბიბო საშოპინგოთ მოგიყვანი, მაგარი ფოტოსები უნდა გიყიდო. მიდი ახლა შენ დავიშოპინგოთ. შოპინგი. შოპინგის სასწაულზე რა წამომიყვანე თან. ხო ზუსტად მაგის გამოქვია შოპინგი. გამარჯობა, ბიბო ჩემი უნდა გამოუბრანჭოთ. ვათხოვებთ. ვაიმე, გილოცავთ ქალბატონო სიყვარულს ასაკი მართლაც რომ არ აქვს. ფეხების და სიებას აქ ასაკის ამაგიეროთ. დამაგინე ერთი მაგს კამზე.
რა შეგიძლიათ შემოგთავაზოთ ბებიასთვის? ვახ, გოლდენგუსები! ვაიმე, კი გოლდენგუსები ძალიან ბევრ ფერში, აი დაათვალიერეთ მანდ. აუ, კი ძალიან მაგარია. თან ახლა ფასაკლება გვაქვს რო კოლექციაზე. მიდით ახლა მიყიდე ბოტასები რომ გაიგიჟეთ თავი. 99 ლარიანი მოდელებია აგერ. ჩემი შვილი ეს რესტორანში მუშაობს, თავის შემოსავალი აქვს. გაიგიჟეთ თავი რომ ბებო პატივი ნახცეს ახალწოდს და წავმეყვან აგერ თქვენთან. სპიკერაპში. სნიკერ ჰაბი ქვია ქალბატონო ჩვენს მაღაზიას. რა თქვენ შველებად მომეგა? სნიკერ კარგი არაფერი. აი არჩიეთ 99 ლარიანი მოდელებიც მანდებს. აუ ყველაფერი მომწონს. ეხლა ჩემმა მეგობარმა თეკლებურგეინძემ განვადებით შეიძინეთ შექმები. აქ რო გული წავიდე მაშინ ხო გახსოვთ? მაგუგუმ. ინგა, გამოვიქცევი ახლა აქედან. 1 საათია მაღაზიაში ვარ და ფეხსაცმელი ვერ არჩია. დაურეკე რომ წამოვიდეს. ხანძარი გაჩნდა ვარ ვიცი რამე მოიფიქრე. ანასტასია მე მგონი ვიპოვე საჩემო ფეხსაცმელი. შეხეთ როგორ მიხდება. ვაიმე. ეგ ფეხსაცმელი ჩემია ქალბატონო. მთელი ღამე გავათინე წუხელის. ვინც ეს ქალაქის ჩაბარება მოიგონა მართვის მოწმობაზე. უნდა გაიხსნას ქალაქის ჯავშნები და ველოდები. მოსასწრებია. რა ღამე გაათენი, გოგო? აკიჯექი მთელი ღამე მართლა გათბობაც გამორთული იყო. დედა რას უკავს თვალები? ხო და თან შემამცივნა. ბოლო 1 საათში სამჯერ ვიყავი უკვე ტუალეტში. აუ რამე წამალი დამალევინე რა. ეგ თიკო იქნება, კი ხუწები გავუღეკარებ თორე მე რო ავდგე ისევ ტუალეტში მომინდება. ინგა და გამარჯობა. ანასტასია ძალიან მაგარი ამბავი მოგიტანე. ხო არ დაგიჯავშნე ჯერ ქალაქი. ხო და ამ საიტზე დარეგისტრირდი მიდი. მაჩვენე გაიხსნა წერტილი G. ვა, რა საკაიფოა. 4 ლარი ღირსთან ერთი თვე. ხო და ეგრევე გაგაგებინებს ქალაქის ჯავშნები გაიხსნება თუ არა და მოასწრებ. დედანეტა აქამდე გეთქვა შვილო ეგ საიტი ღამე გაუთენებია წუხელის. აჰა ეს წამალი დალია ანასტასია ესეც მიაყოლე. აუ რა ბანძი ხარ გოგო. ღამე ისედაც არ იხსნება ეგ ჯავშნები და რამე გათენებინა. აუ რა ვისუ გამოვშტერდი. ეგა რეგისტრაციაც გავლიდია. ეხლა შემიძლია რომ 7-ად დაველოდო. თიკო ყავას ხო დალევ. აუ კი. მიდი დაადგი, მე ტუალეტში შევალ უცბად. და როგორ გაათენა, როგორ ბრაზდები რა. ხო, თან გაციებულა, მაგრამ კაია გაციების წამალი რომ მიეცი თუ უშველის მალე ეგ. რა გაციების ძილის წამალი მივეცი კაცო იქნება დაიძინოს. ვაი, მე ქალაქის ჯავშნები გაიხსნაო. ანასტასია! გესმის? ანასტასია, გაიხსნა გოგო ჯავშნები, გამოდი. ხალხო, მართვის მოწმობის გამოცდა ჩავაბარე, თეორია და პრაქტიკა. პროფესიონალი ვარ უკვე. მოგვილოცნია, მაგრამ პროფესიონალი კი არა, შუმახერი კიდე. ანასტასია, სკოლაში მანქანით წამიყვან ხოლმე? კი, წაგიყვან ხოლმე მანქანით. ოღონდ მანქანა არ ბყავს. და ქალაქი დამჭა კიდე ჩასაბარებელი. ვაიმე, მაგ ქალაქის ჯავშნებზე წეწვაგლეჯვაა სრულ მის დღემში. დედა, შენ რატო არ მიულოცე ანასტასიას გამოცდების ჩაბარება? იმიტომ რომ დაჯდება მანქანაზე დაიმტრება და მე მოსალოცოთ აღარ გექნებათ საქმე. ინგა ჩემი გიშერი სადევს. ავი თვალის გარო დამიცვას. ჩემი კლასელები სკოლაში სულ მანქანებით მოდიან. მე დავდივარ მარტო ფეხით. მე ჯანმრთელობა როა, მარიკო, ფეხით სიარული არ იცი შენ? მე მინდა რომ მანქანით მივიდე ხოლმე. არ მინდა ჯანმრთელობა. რებს ამბობს უყურეთ რა. აი შეიკრები ახალწლებზე კუჩი და თუ არ გენდობება ჯანმრთელობა მაგასაც ვნახავთ მერე. თიკო თეორია და პრაქტიკა ჩავაბარე მართვის მოწმობის. ვინ არის ლეი ქვინი? ხშინი. თიკოს მაგროდ ლექტორ თიკოს გაუგზავნე ეს ვოისი. არ იშლება. აუ, ძალიან მარილიანი ყველი ვჭამეთ მე მგონი. მე მგონი კი არა მარილიანი იყო, 4 ჭიქა წყალი დავლიე უკვე რა. ამაღამძილი მე არ მიწერია. ყველი იყო მარილიანი თუ მარილი იყო ყველიანი ჯერ ვერ დავადგინე. დედა რა უკმაყოფილოების ოჯახი ხართ რა იმგური ესე იგი კაცს მოსოფლიდან გამოგეგზავნთ ამდენი ყველი და ტკლის თქვა დაგწენიათ რა არ დამსწენია კაცო დავურეკე წეღან ენგურის და სუმადლობები უხატე მაგასაც და ეკასაც კიდე კაი რომ სანამ გავსინჯავდი იმ ყველს მანამდე დავურეკე თორე მე სულ დამეკარგებოდა სურვილი ძე წყალი მომაწოდე რა მაგრამ კუჩი გამებერე და მეტი წყალი აღარ ჩადის თან მოსაღამოებულზე რომ მოგვინდა ყველას იმ ყველის ჭამა ვატყობ ამაღამ ტუალეტი გადაიტვირთება და რიგის ნომრები აიღეთ ყველამ. პირველ რიგში ქალები და ბავშვები შევლენ. მაგრამ მეტი არც რა ვინა რო ვარდი და. შეიძლება თუ შედიხარ პირველი მე მოვიდი. რა ხდება კაცო იქით იკამათეთ შემიშვით რა ტუალეტში.
ვა, მართლა ინგა? პირველი მე შედივარ, იმიტომ რომ მოხუცი ვარ. რამდენად დამართოს თქვენ მოსავლენი გავხდები ინსტანტა. კაი შედი ხო? ამის მერე მე ვარ, იმიტომ რომ შენამდე მოვედი ინგა. აუ რა გამოდის რომ მე ბოლო უნდა შევიდე? მერე რა, მარიკო, ბაშკაცი არა ხარ? გამოვედი მე შედი. შო, ეხლა მე შევალ ანასტასია და მერე შენ. კაი მიდი ხო? მარიკო, საცა ხვედი? აღარ მიდია. აზრი აღარ აქვს უკვე. შემოვედით აბა კლასში, დაიწყო მუსიკის გაკვეთილი მე მგონი. ვასო აქ დავსხდით უკან და ზელატოსი მაქვს ჩუმად ჭამოთ. მას დღეს ისე უკვე დარხული გზავნა ვიმღეროთ. არა, დღეს მინდა რომ ახალი სიმღერა ვისწავლოთ, ხო? ახალ წელს არ გვინდა შური, უკნიდან მესმის ხრაშუნი. რა შჭამთ მან, რა ხდება? კარგით, აღარ შევჭამთ მას. ხო, შენთვის ეჯობია რომ არ ჭამო. სულში იყო ხელებს და მე ბაქელებით ჭამ, ნუ. ფუ, აუ ეხლა მივხვდი მას. ზელატოში რა ყოფს სკვინტიდან ხელებს. მეორე ძმაკ და იმას აღარ გაჭმევ. ზელატოსის გაყოფა თუ არ გინდა სხვებთან, ადექი და მოიტანე ჩემთან. გამოიტანე დროზე. აუ შენ და მეორესაც შემიჭამს მასწავლებელი. აიღეთ მას. მას ეგ ძალიან გემრიელია ყველისარი. ხომ იცით რომ ძალიან მიყვარს ყველი, ისე ამბობ გეგუნება არ მინახოს მე. ვიმე, მასე ძალიან საშინელება გამოდის. ვიმედი და აუ მას ნორმალური სიმღერები რო ვიმღეროთ. ძალიან კაი გამოდგა. ნორმალური იქნება. Feels I was afraid, I was petrified. Go now, go. Walk out the door. Just turn around now. აუ გოგო იბო ლექტორი არ მოდის მე მგონდა შაურმებზე ხო არ გავგაზოთ. Ay, hola chicas, había una reunión, perdonadme por eso de llegado tarde. Ya empecemos. ამას ეხლა რა გონია რომ გავიგეთ ყველაფერი. რა ვერ გაიგით ამოგვიანდა, იმიტომ რომ შეხვით რა იყო. Gracias. მოდით დღეს გქონდეს გამეორების დღე, მე დაგისვამთ რაღაც მარტივ კითხვებს და როგორც შეგეძლებათ ისე მიპასუხებთ, ხო? რა თქმა უნდა, შეცდომებით შეგიძლიათ რომ დაუშვათ. კარგი, მოდი აი ნინი შენგან დავიწყოთ, ხო, ჩემო კარგო. Vale, dime ¿cuántos años tienes? ¿Cuántos años tienes y de dónde eres? Soy Nini, tengo 18 años y soy de Tbilisi. ხო, ეხლა რა შეეხება გამოთქმებს. La pronunciación es muy importante, está იმახსოვრეთ, ხო? უნდა გითქვა tengo 18 años და არა tengo 18 años. ხო, იმიტომ რომ ეხლა ეგრე გამოვიდა რომ 18 წლის ღი არ ხარ, მაპატიე და 18 უკანალი გაკ. რა კიდე ისე იქ მართალი უთქვამს. კარგი, შემდეგი შეკითხვა ანასტასიასთან მექნება, ხო? სხვადასხვა ძალიან კარგად დამიწერა შუალედური თითქმის მაქსიმალურ ქულაზე, ხო? Კარგი, Anastasia, tú dime ¿dónde y con quiénes vives? გასაგებია. მოკლედ, en casa somos 3. Mi madre, mi hermano y yo. ზოგჯერ ბებიოთ შემიჩამოდის ხომ და ეგრე 4 ვართ. Muy bien. ვიმე, მარგო რატომ წერს ერთი წა? Vaime, madre mía. აი, ბავშვებო, ჩემი ესპანელი მეგობარი გაუტანია მანქანას, 1 წუთი 5 წუთში დავბრუნდები რა. Marco, ¿qué pasa? Dime, tengo una clase. აუ ბავშვებო, რიბიკა მანქანას გაუტანია და არ მგონია რომ ლექცია ჩაატაროს. საშაურმეში ხوار გავგაზოთ. დედა რა კონცერტზე ვიყავი გუშინ, მაგრამ რა თქინდა, კისერი მაგა შეშებული მაგის მერე. უე, რამდენი ხანია კონცერტზე აღარ ყოფილვარ, რაც შემექმარია დაიღუპა. აღარ მემღერება. აუ ვინგა მთავარი მოყევი მიდი რა, ლიადეი და მოусმინე ეხლა. დედა მე რამდენად უნდა მომაყოლო, გოგო? მაიმე ეხლა გითხრა. ვზივარ ამ კონცერტზე და შუა სიმღერის დროს ამოქროდა რაღაცა ქარი. აი, რო შეგამცირნებს რა, ხო და მეთქი კაცო რა ხდება ამ დახრულ სივრცეში, მივიხედე, მოვიხედე, რო ავიხედე, მაღლა ბაბი კირკიტაძე არ დაფრინავს. აუ ძალიან მაგარია. ფრენის ვიდეოც ხო გავწოდე და მანდ ჩახარ ინგა ხალხში. დაბნეული რო იყულები. ძი, სიმღერებში რო ახოლ მეგბაბი ნახე მართლა? ხო, ნახე რა ახლა ავხედე. და იმდენი ტრიალა მე რო ტირამიშეში და ეს კი სერი. ძარღვი მაგ შეშინებული.
მე მაგ ერთი ძალიან კარგი მასძიმას მოგცემ და წაიცვი. დედა რა კაი მაზი მომცა კაცოლია, ერთ საათში აგერ გამიარა თითქმის უკვე აღარ მტკივა. ხო და იცი გეცოდინება რომ კონცერტებზე მარტო წინ უნდა იყურო და არა ზივით. დაიჭირე ბურთი. ბაიმე, აუშენი. კიდე გაგიშეშდა? აუ ისე რა მაგარია. დილით აღმოსავლეთით კონდა გაშეშებული და ხა მზე რო ჩადეს დასავლეთით გაგიშეშდა. იმენა კომპასი ხარ რა.